ჩვენ ბევრ რამეზე შევთანხმდით. ის ძალიან ძლიერი ლიდერია. ისეთი ადგილიდან მოდის, რომ სხვანაირად ვერც იქნებოდა. მომწონს და ვაფასებ, რომ სირიის ახალი პრეზიდენტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სირია წარმატებული იყოს, რადგან ის ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობაა. უამრავი წლის განმავლობაში ეს ნამდვილად პირველად ხდება. თუ სირიის წარსულს გადავხედავთ, მათგან უამრავი ექიმი და იურისტი მოდის. ძალიან ბევრი უდიდესი ინტელექტის მქონე პროფესიონალი. სირია საოცარი ადგილია შესანიშნავი ხალხით და ჩვენ გვინდა, რომ წარმატებული იყოს დანარჩენ ახლო აღმოსავლეთთან ერთად. ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ბატონ ალ-შარაას შეუძლია. ის ასევე ძალიან კარგად ეწყობა თურქეთს და მის შესანიშნავ ლიდერს პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს მხარს უჭერს. მე და პრეზიდენტმა ტრამპმა სანქციების მოხსნაზე ვისაუბრეთ. თავის მხრივ გაეროს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ უშიშროების საბჭომ მოხსნა სანქციები ჩემთვის და ახლო აღმოსავლელი ლიდერებისთვისაც. ჩვენ ვისაუბრეთ სირიაში მომავალი ინვესტიციების შესაძლებლობებზე. გვინდა, რომ სირია როგორც საფრთხე აღარ აღიქმებოდეს, არამედ განიხილებოდეს როგორც გეოპოლიტიკური მოკავშირე და გახდეს ადგილი, სადაც შეერთებული შტატები დიდ ინვესტიციებს განახორციელებს. რაც შეეხება ალ-ქაიდას და ჩემს კავშირს ამ დაჯგუფებასთან, მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ანუ ძალიან ახალგაზრდა და იმ დროს გადაწყვეტილების მიღების არანაირი უფლებამოსილება არ მქონდა. ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ მაქვს. უბრალოდ ალ-ქაიდა იმ დროს ჩემს ტერიტორიაზე მმართველობდა. ჩვენთვის თითოეული ადამიანისთვის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი ომისგან იტანჯება, განსაკუთრებით მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ომის საფასურს იხდიან, უზარმაზარ საფასურს.